ჩვენ კი ძალიან ვამაყობთ ამ სიტყვის კარგი გაგებით, რომ თავისუფალნი ვართ, მაგრამ სწორედ თავისუფლება არის ჩვენი უმთავრესი გამოწვევა. იმიტომ რომ ჩვენი თავისუფლება უნარი თავისუფლებისა, დაცემის დროს, როცა ადამი დაეცა, ანუ როცა ღმერთს დაცილდა, ჩვენი თავისუფლება წაიბილწა. და ეს ჭუჭყი დემონური ყველას თან მოყვება. ჩვენ ამით დავიბადენით. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და მუდამ დგავართ იმ საცდურის წინაშე, რამე თუ ეს ჭუჭყი ჩვენსა და ღმერთს შუა დგას და ჩვენს ხედვას, ჩვენს აღქმას, მათ შორის სულიერ ცხოვრებაში. აღარ ვლაპარაკობ ურწმუნოზე. სულიერ ცხოვრებაში, ქრისტიანულ ცხოვრებაში. ჩვენ აღქმას ძალიან ძლიერად ბღალავს, დეფორმირებულია ჩვენი ხედვა. და გონია სიმართლე ის, რაც სიმართლე არ არის, ბოროტება იქ, სადაც ბოროტება არ არის და ასე შემდეგ. ვერ ვცნობთ ღვთისნებას. მთელი თავარი პრობლემა, ამაზე ჩვენ სულ საუბრობთ, არის ის, რომ არ ვიცით ღმერთს რა უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს. ჩვენი ნება არ ჩანს. ის ვლინდება ჩვენ ცხოვრების წესში, ჩვენს არჩევანში. ჩვენ რაც ჩანს, იმის კონტროლიც არ შეგვიძლია. ჩვენ არ შეგვიძლია ენა გავაკონტროლოთ. თვალები, სიტყვა, მოქმედება, ემოციები, რაც ჩანს, იმასაც ვერ ვაკონტროლებთ. წარმოგიდგენიათ, რაც არ ჩანს. ჩვენი მეცადინეობა ამ მიმართულებით მუდმივი უნდა იყოს, მუხტშაუხრელი, მიზანმიმართული, პრინციპული, თავდაუზოგავი, რომ ყოველ ჩვენი ცხოვრების ყოველ წამს ხვდებოდეთ, ვიცოდეთ ღმერთს რა სურს, რა არის მისი უწმინდესი ნება. სხვანაირად ვერ რეალიზდება ჩვენი შვილობა.